გამარჯვებით მეგობრებო. ეს მეცნიერთა კონგრესის დროა. მეცნიერთა კონგრესის გადაცემები არის ყოველ სამუშაო დღეს 4-დან 6 საათამდე და ხაზგასმას ვაკეთებ კიდევ ერთხელ, რომ ნებისმიერ პიროვნებას შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ჩვენი კამათის დროსაც, შეიძლება ვიქნებით 50 წუთი ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერში, შეიძლება მოვიდეს ვინმე, შემოვიდეს და დაგვისვას კითხვა და ასეთი ტელევიზია საქართველოში არ არის, მივესალმები რომ ასეთი საშუალება მოგცა ჩვენ ტელევიზია ქართულმა ტივიმ, რომლის სათავეებთან გენიოსები იდგნენ დაწყებული მერაბ ბერძენიშვილით და ცნობილი პიროვნებები და დღეს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ბატონი რომან ლურუა, დირექტორატი ძალიან სერიოზული და ერთ-ერთი დირექტორი, თორედ დღეს ბატონი ჩვენ ბატონი ირაკლი მაჭავარიანი. მე თავშივე ვთქვა რომ ბატონი ირაკლი არის მართლაც აი მოვაწე კაცი, მრავალმხრივ განათლებული პიროვნება. ეს ის პიროვნებაა, რომელიც დასახელებულია აი ეროვნული თანხმობის პარლამენტზე რო დავიწყეთ ჩვენ მსჯელობა და ვთქვით რომ აი ამაში არის გადარჩენა აი გარკვეული ჯგუფების მიერ ბატონი ირაკლი დასახელებული იქნა, მეც ამას მხარს ვუჭერ, იმიტომ რომ ვიცი მისი პროფესიონალიზმი და ძალიან ბევრი სიკეთე და საერთოდ დოკუმენტი პარლამენტი რა არის, პარლამენტში უნდა შეძლო რომ იცოდე მსოფლიო გამოცდილება და იცოდე ჩვენი გამოცდილება ჩვენი ქვეყნის და იცოდე რომ საით უნდა განვითარდეს ქვეყანა და კანონები მიიღო და წერა კითხვა უნდა იცოდე, უნდა დაწერო, კანონი უნდა დაწერო. აი ესეთი კაცია ბატონი ირაკლი მაჭავარიანი. ბატონო ირაკლი, პირველ რიგში მოგესალმები და ჩვენ დღეს ვსაუბრობთ ერთ მნიშვნელოვან თემაზე ძალიან. საერთოდ რა მდგომარეობაა ქვეყანაში და არის საუბარი ერთ რამეზე, რომ ესე იგი ამ ქვეყნის მთავარი რამ ყოფილა რომ არის მშვიდობა. მე ვამბობ რომ მშვიდობა იყო საბჭოთა კავშირის დროს და მშვიდობა კორეაში დღეს. მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მე ვარ თავისუფალი ადამიანის მომხრე და ვამბობ იმას რომ როცა ადამიანი არის თავისუფალი, ეხლა რას ნიშნავს თავისუფალი ადამიანი? ესე იგი ძალიან დიდ ამერიკელ მწერალს კარგად აქვს ესე იგი მისი პასუხისმგებლობის ფარგლებშია ეხლა თავისუფლება უპასუხისმგებლობას კი არ ნიშნავს პირიქით პასუხისმგებლობას ნიშნავს სერიოზულს მაგრამ აი ნახე რა არის ეხლა ჩვენთან აკაკი წერეთელი მახსენდება ხშირად რომელზეც აი და როგორ უყურებ შენ აქ მონობა ჭკუ არის ორპირობა სიბზნე დიდიო ხო კარგად აქვს ნათქვამი და ერთი უძლიერესი და კიდევ ხელისუფალს ანუ ძლიერ სეპირფერებიანო და ესე იგი უძლურებს ზარცვავენო ამისი ის არის. აი მე მგონია რომ თავისუფალი ადამიანი არის, როცა სისტემაა ქვეყანაში ისეთი რომ მას შეუძლია საკუთარი თავის რეალიზაცია. მე არ ვამბობ ჩემ ფლიანობაში ბევრი რამისგან შედგება თავისუფლება ადამიანის, მაგრამ საქართველოში კანონებს იღებენ პირიქით, ესე იგი ზღუდავენ და ზღუდავენ. რა თქმა უნდა, კანონი რაღაც შემზღუდავი უნდა იყოს, მაგრამ ეხლა ლავის ქუჩაში გავლისთვის შეიძლება უკვე პასუხისმგებლობაში მიქცენ. ეხლა ესეთი სიტუაცია არის, იმიტომ რომ ვიღაცას მიტინგები არ მოწონს და ვიღაცას რაღაც არ მოწონს ამ დაგვარი და აი როგორ ფიქრობ ამ იმაზე რომ აი რას ნიშნავს ქვეყნისთვის ის რომ ლაპარაკობენ და ამით გვეუბნებიან რომ ჩვენ მშვიდობა შევინარჩუნეთ, თავისუფლება დაკარგა ადამიანმა და მშვიდობა დავინარჩუნეთ, ამას გვეუბნებიან. იქნებ თქვენ სხვანაირად უყურებთ. ნამდვილად სხვანაირად უყურებ და მე მგონი ჩვენ ამ თემაზე ისეც კერძო საუბრებში არაერთხელ გვისაუბრია. უპირველეს ყოვლისა მადლობა ამ მისთვის ახლა კითხვით რომ ყველას აქვს შესაძლებლობა, მაგრამ მე ესე ვთქვათ მოწოდი და მადლობელი ვარ ამისთვის, ეს პირველი. მეორე, რაც შეეხება თქვენაც ბრძანეთ ახლა იმაზე რაღაც ცოტა რეაქცია მინდა გავაკეთო, ეს ტელევიზია როგორი ტელევიზიაა და ვინ შექმნაო და ასე შემდეგ. მე მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს და ჩვენი ტელევიზიის რეგულარულმა მაყურებელმა ეს ისედაც იცის ალბათ რომ ის დიდი ადამიანები ვინც ჩამოთვალა ბატონმა თემურმა რა თქმა უნდა იდგნენ ამ ტელევიზიის სათავეებთან, მაგრამ თვითონ ბატონ თემურის ენერგიის და მისი ორგანიზატორული შესაძლებლობების გარეშე ეს ამბავი არ მოხდებოდა და ის არის რო იტყვიან როგორ ამბობენ და თქვა თავი კაციო. მერაბ ბერძენიშვილმა მითხრა რომ ყველაფერს თავი დაანებებ და ეს ტელევიზიაა და მერაბ ბერძენიშვილი ჩემს და როგორ შემიძლია ალბათ. არა, აი საქმეც მაგაშია რომ კარგი ორგანიზატორი ის კი არ არის ვინც
რაღაცას აკეთებს და მე ამბობს რომ ეს რაღაცა მისი პირადი კაპრიზების შესასრულებლად იყენებს. კარგი ორგანიზატორი ეგ არის რომ იმ პოტენციალს რაც ქვეყანაში არის რა იგივე თქვათ ასეთი დიდი ადამიანები რეზო ჩხეიძისნაირი და მერაბ ბერძენიშვილი რომ იმ ადამიანების ასე ვთქვათ პოტენციალის გამოვლინების ასპარეზს რო ქმნი. აი ეს არის ნამდვილი ორგანიზაცია თორე აბა მე ჩემთვის და მე მარტო ვაკეთებ და ეხლა მეც დამასახელა აქ რაღაცა მარაქაში გამრია და მე ჩემი როლი ძალიან მოგზალებულია მე აგერ ბატონ თემური არის ჩემი დიდი ხნის მეგობარი ალბათ მაქვს უფლება რომ ასე ვთქვა და როცა მოვისმინე მისგან ეს იდეა ეს იყო 10 წელზე მეტი გავიდა ეროვნული თანხმობის ხელისუფლება არა ეროვნული თანხმობა ტელევიზიაზე ვამბობ ეგ ცალკე ლაპარაკი ამ წუთში ჯერ ტელევიზიაზე ლაპარაკობ ხო მაშინ მომხიბლა ამ თემამ და ჩემი შესაძლებლობების ყვალობაზე, აი რაც შემიძლია ძალიან სერიოზულად გეხარჯებინა. დაუდექი გვერდში, ახლა დიდარი მილიონერი არა ვარ და ფინანსურად შეიძლება დიდი არაფერი შემიძლია, მაგრამ ნუ რაღაც საშუალო ბიზნესი რაღაცა გამაჩნია და ასე ფინანსურათაც და ორგანიზაციულადაც და ადამიანურადაც და ინტელექტუალური თუ რამე მაქვს შესაძლებლობა იმ მხრივაც. ყველა მხრივ ვცდილობ რომ ხელი შევუწყო. ნამდვილად მინდა რომ დავათანხმო ბატონ თემურს რომ ამის ანალოგიური ტელევიზია არ არსებობს. საქართველოში კი არა, როგორც აგერ იუნესკოს ექსპერტებს და იმათ უთხოვთ, სოფლიოში არ არსებობს საერთოდ. გინდა თავისი ორგანიზაციული სტრუქტურით ის რომ მისი მესაკუთრე არის სააქციო საზოგადოება, რომლის აქციების შეძენა შეუძლია არც ერთი ტელევიზიის აქციები არ იშლება ადამიანს. ხო, აგერ ხო გითქვეს კაცო ჩვენი დირექტორი რო იყო წასული იმაში რა ქვია აგერ ქალბატონი მანანა მარეგულირებელ კომისიაში და იქ რო საბუთები მოსთხოვეს იქ მე ითხოვენ რომ აი მესაკუთრე ბენეფიციარი ვინ არის და მისდევენ ბოლომდე და თქვენზე ამხელა დოკუმენტაცია არავის არ დაჭირებია, იმიტომ რომ სააქციო საზოგადოება არც ერთი ტელევიზიის მესაკუთრე საქართველოში არ არის. ყველგან არის ერთადერთი ტელევიზია, სადაც არის 2-3 კაცი და ზოგადად ერთია მთავარი და ვიღაცები შეიძლება კატასტროფა ეს არის და ეს. ხო და ფაქტიურად თუ გავითვალისწინებთ რომ ეგრეთ წოდებული საზოგადოებრივი ტელევიზია არის სინამდვილეში სახელმწიფო ტელევიზია, იმიტომ რომ არის ჩამდგარი მმართველი პარტიის სამსახურში რეალური საზოგადოებრივი ტელევიზია ეს არის. ხო და ეს იყო ზუსტად ეს იდეა, როცა მაშინ 10 წლის წინ როცა პირველად მოვისმინე ჩემო მეგობარო თქვენგან ეს ამბავი რომ ამან მომხიბლა და მე ვთქვი რომ ამისთვის დიდი მადლობა თქვენი თანადგომა იყო რაღაც არ მოუდგენელი. თუ რამე შეიძლება ეს ახლა რამდენადაც მომხიბლელი იდეა, იმდენად ჩანდა ფანტასტიკური, ანუ არარეალური, მაგრამ რა ვქნა ახლა ბავშვობიდან მიჩვეული ვარ არარეალური საქმეების კეთებას. რისკენებით წავედით ყველა. ხო, არა, თუ არ მოკიდე ხელი რაღაც ისეთს, რაც თავდაპირველად ამას ნომინაზე თქვენ მე და ნუ ესენი ამასასწორი ეს ჩემი დიდი ტკივილი და თქვენიც რა თქმა უნდა. ხო, ეს ჩვენი ძმა და ჩვენი უახლოესი ადამიანი, უკეთილშობილესი ადამიანი, აი სხვათაშორის კარგია რომ გაიხსენეთ აი სიტყვა არისტოკრატი არა კარგი გაგებით ხო ეხლა ბოლშევიკებმა მე არისტოკრატია სავანძღავ სიტყვათ აქციეს და ის მაგრამ ნამდვილი არისტოკრატი სულით კი ბატონო კეთილშობილი სულის პატრონი ხო მე ეგეთი კაცი დღევანდელ საქართველოში და ჩვენ თაობაში შეიძლება ითქვას ცარიხელის თითებზე ჩამოსაკვირველი შემოქმედია და აგერ ჩვენი დიდი მგოსანი ახსენეთ აკაკი რომლის ამაზეც ვისაუბრია უდიდესი თავანის ჩემელი გახლავართ მე და მიმაჩნია რომ არ არის საკმარისად დაფასებული არც როგორც პოეტი ხო ესე იგი როგორც მოღვაწე დგას ილია ჭავჭავაძის ჭრდილში და არადა ნაკლები არ იყო და როგორც პოეტი დგას ვაჟა-ფშაველას ჭრდილში და არც იმაზე ნაკლები ანუ ორივეში გენიოსი იყო და რატომღაც არის უფრო მეორე პლანზე არის გადასული კარგი ხაზგასმა გააკეთა განთიადის მზნაირი ლექსი სასაული 13 საუკუნოვან ქართულ პოეზიაში ხო მერვე საუკუნიდან აი რელიგიური ჰიმნები იოანე მინჩხი და მიქაელ მოდრეკილი იქიდან მოყოლებული 13 საუკუნეა ქართული პოეზია ასეთი ლექსი არ დაწერილა არც მანამდე არც მერე ხო აი რო უყვართ ამერიკელებს უყვართ და ისა ტოპ რო ამბობს არის ხო ტოპ ლექსი ქართული პოეზიის ეგ მე არ ვიცი ახლა
ქართველი თუ ხარ და მაგლექსის წაკითხვისას რაღაცა არ გემართება და არ გაჟრიალებს და რაღაცა არ ვიცი ადამიანის სახეს არ კარგავ, წარმოუდგენელი ამბავია ეგ, ხო? ეგეთი რამე არ დაწერილა და ასეთი რამის დაწერა გენიოსს შეეძლო მარტო და რაც შეეხება აი ესეთ მის პუბლიცისტურ და საზოგადოებრივ გამოსვლებს, ხო? იქაც გენიოსი იყო და იქაც ხო და აი ასეთი კაცის სისხლი და ხორცი იყო ეს ჩვენი რამაზი და მისი უახლოესი, ასე ვთქვათ, სამომავლო მისი ოჯახიდან და ეს ეთყობოდა უდიდესი პიროვნება და ძალიან ისეთი ადამიანი. მე რადგან თქვენ ასეთ სიღრმეში შედით, ბატონო ირაკლი, მაინც მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ბედნიერება არის დღესაც რამდენიმე ადამიანი, ვთქვათ 30, 40, 50, რომელიც ყოველთვიურად 100 თუ 200 ლარს, არავინ 300 ლარზე მეც არა, მაგრამ 100 და 200 ლარს იღებს ყოველთვიურად პირველიდან 5-7 რიცხვამდე. ეს არის ჩვენი ამოცანა არის, რომ 500-მდე ამდენიანი რო შეიქრას, ეს იქნება მთელი საქართველოს მასშტაბით მართლაც ერთ-ერთი უნიკალური ტელევიზია, $3 მილიონ ხარჯავს პირველი არხი თვეში და ჩვენ ვამბობთ, რომ 100,000 ლარით ჩვენ ვიქნებით საუკეთესო, ამიტომ მადლობა ყველას. ვინც თქვათ, აი დაუდგება გვერდით და ვინც გადაწყვეტს იმაში, რომ ეხლა ბატონი ირაკლის წვლილი ამ იმაში გაცილებით მეტია და ისევია ჯუმბერ კოპალიანი რო ჩამოდის ეხლა ხო მას რა ისა აქვს საშუალებები ეროვნული კაცი, მეცნიერი კაცი ჩამოდის და ყოველთვიურად რო 100 ლარს იხდის, ეს ხო უაღრესად. ნუ ეს არის რა ხალხია, ეროვნული მოძრაობის ვეტერანები. ის ადამიანები სოციალური წლების ბოლოს იმპერესტროიკის ხანაში როცა გაჩნდა შესაძლებლობა რომ ამ ქვეყნისთვის ცოტა უფრო კარგად დისიდენტობისა, როცა ერთი და ორი კაცი გამოდიოდა და მერე ციხეში სვამდნენ იმას, უკვე გაჩნდა შესაძლებლობა რომ მასობრივად და ერთობლივად რაღაცა ნაბიჯები გადაგვედგა, ხო? ეს ხალხი ვინც პირველები გამოვიდნენ. ჯუმბერ კოპალიანი არის პირველი ქართული მაშინ ეძახდნენ არაფორმალური ორგანიზაციაო ილია ჭავჭავაძის საზოგადოების დამაარსებელი, ხო? პირველი დღიდან ამ საზოგადოების შემქმნელი იყო და საერთაშორისო დასაწყისში სანამ მერე დაიწყებოდა ეს დაპირისპირებები და გაითიშებოდა ამ ილია ჭავჭავაძის საზოგადოებაში იყო ყველა გია ჭანტურია, ზვიად გამსახურდია, მერაბკოს ბოლომდე იყო საერთაშორისო. ხო და იმიტომ რომ ის ისეთი კაცი იყო გამაერთიანებელ ადამიანად რჩებოდა ბოლომდე და იმიტომაც იყო კგბ-მ რომ მე ის გააკეთა, იმიტომ რომ მისი არსებობა დამოუკველი იყო ჩვენი მტრებისთვის და ხო და ეს ამ ორგანიზაციის სათავეებთან იდგა ბატონი ჯუმბერი უდიდესი უკეთესი კაცი და ხო და მე ის ჩვენ მინდა თავისუფალი ტელევიზია რომ დაუბრუნდეთ ამ თემას, ხო რამდენადაც მომხიბლად მომეჩვენა ეს იდეა მეთქი იმდენადვე ფანტასტიკად არარეალურად, მაგრამ ხო მეუბნები ბავშვობიდან ასე ვარ, რომ არარეალური საქმეების კეთება მიყვარს. ეხლა თუ რაღაცა ისეთი რაც ჩანს თავიდან რომ შეუძლებელია იმას თუ არ სცადე და ხელი არ მოგიდე, ხო? წინ არ წავა საქმე, ხო? ნათქვამია არ მახსოვს. ჯავახიშვილის უნივერსიტეტი არ იქნებოდა რომ ასე არ ყოფილა. ხო და მაგრამ ზუსტად ის რა პირობებში დაიწყეს ეს საქმიანობა და ხო და ან ილია ჭავჭავაძემ მასი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელი საზოგადოება, ბანკი, ესე იგი ფაქტიურად ისეთი ინსტიტუტები შექმნა იმ დროს რუსეთის იმპერიის ფარგლებში, რომელიც სახელმწიფოს ყრიდა საფუძველს. სასაული იყო. ხო და ესე იგი ასე იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები და ჩვენც თუ ასე არ მოვიქეცით ამ გაჭირებას ვერ დავძლევთ და წინ ვერ წავალთ და ხო მეუბნებით ვიღაცის ნათქვამია ხა აღარ მახსოვს ავტორი და ისო მასო კაცობრიობის პროგრესო გიჟები განაპირობებენო და გიჟი ნუ კარგი გაგებით თქვა, ესე იგი ადამიანები ვინც რეალობას არ უწევს ანგარიშს და გაფრინდებითო, მაინც გაფრინდებით. ხო და მე მაგალითად ასეთი გიჟის სახელი საპატივად მივიღებ, მე თუ ვინმე ამ გაგებით გიჟი მიწო. დონ კიხოტი იყო ესე. ხო, დიახ, ხო აი ზუსტად და დონ კიხოტებიც მიყავთ ქვეყანა. ხო, ეხლა მეორე საკითხი თქვენ ძანეთ რომ ეროვნული თანხმობის პარლამენტი მაგრამ იქნება ბატონო ირაკლი თქვენ ისეთი რადგან თქვით მე იმას არ დაივიწყოთ, მაგრამ თქვენ რომ ძანეთ რომ იუნესკოშიო. იუნესკომ ჩვენი კონცეფცია რა არის, რომ პირველ ეტაპზე გავხადოთ ეს ცნობადი 500 კაცის საშუალებით რომ ძალიან ყველა ოჯახში შევიდეს ტელევიზია, ამას ძალიან დიდი მხარდაჭერა უნდა და მე ცხადდება რომ ყველა ოჯახი უნდა გახდეს ერთი აქციის მფლობელი
და თუ ვინც ვერ შეძლებს აქციის ყიდვას, ამ შემთხვევაში არის პიროვნება, რომელიც ამბობს მემეხმარები და თქვენ და იუნესკოში ამბობენ, რომ თუ ასეთი ტელევიზია შეიქმნება, სადაც ყველა ოჯახი იქნება უნიკალური, ეს არის მსოფლიოში მსგავსი არ არსებობს და ამაზე ნობელის პრემია შეიძლება მიიღოსო ქართველებს გვაქვს ამის გამოცდილება, აგერ ხა ილია ჭავჭავაძიდან რო დავიწყოთ და უფრო ადრეც ხა და ესე შეგვიძლია 2 და 3000 წლით უკან წავიდეთ, მაგრამ რაც ახლა აგერ ახალი ისტორია შედარებით, ესე იგი გვაქვს იმის გამოცდილება, რომ როცა სახელმწიფო არ იყო ჩვენი, ხო, რუსეთის იმპერია ჩვენი სახელმწიფო არ იყო, ის რუსის სახელმწიფო იყო და თავის საქმეს აკეთებდა და ალბათ თუ კარგად ეს მათი პრობლემა იყო ჩვენ ისა. აი ქმნიდით ამ სახელმწიფოს ასე ვთქვათ შემცვლელს. ისეთ ინსტიტუტებს ქმნიდით, რომლებიც იმ ფუნქციებს ასრულებდა, რაც ჭირდება სახელმწიფოს. ეხლა შეიძლება ვიღაცამ თქვას, კი ბატონო, მაშინ რუსეთს დღეს რა გიჭირს, ხო გაქვს აგერ შენი სახელმწიფო, მაგრამ ვაი იმას ჩვენ რო სახელმწიფო გვაქვს, ესე იგი სახელმწიფო არის, ინსტიტუტები არსებობს, მაგრამ ისეთი კადრებით არის ეს ინსტიტუტები შევსებული, რომ ესე იგი არ ვიცი, შეიძლება ჯობდეს რომ არ არსებობდეს და კოლონიალურ იყო უფრო შეიძლება უკეთესად წასულიყო ამ ქვეყნის საქმე. მოდის ვიხდი ახლა ცოტა ხუმრობად გავიგოთ ეს რა თქმა უნდა, ღმერთმა დაგვიფაროს კოლონიალურ მდგომარეობაში დაბრუნებისკენ. ხო და ერთი რამე კიდევ დაწბძანეთ, რომ ეროვნული თანხმობის პარლამენტშია დასახელებულიო, უდიდესი პატივია ეს ჩემთვის, იმიტომ რომ ჩამოთვალეთ ვინც ისა და ვინც იქ არის დასახელებული და არიან იქ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკასთან პირდაპირ კავშირში არ არიან, მაგრამ წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის ინტელექტუალურ და კულტურულ ასე ვთქვათ ოქროს ფონდს თუ შეიძლება ასე ვთქვათ. ხო და ეხლა ასეთი ადამიანების გვერდით ყოფნა ნებისმიერ შემთხვევაში საპატიო. ხო, ეს რაც შეეხება რაც ბრძანეთ. ეხლა კითხვა რა გადამისვით თავისუფალი ადამიანი. ხო, შვიდობა, მთავარი და თავისუფალი ადამიანების ქვეყანაში შვიდობა. ადამიანისთვის ჩემი გაგებით. მე პირადად ჩემთვის ასეა და მე ადამიანი როგორც წარმომიდგენია, ახლა ნათქვამია ადამიანი საკუთარი არშინით ზომავსო სხვასო, ანუ რომ შენ როგორც შენ თავი წარმომიდგენია, ისეთი გონია სხვა. ჩემთვის ასე ვთქვათ, ჩემი გაგებით ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და ღირებული არის 3 რამე. ერთი ეს არის თავისუფლება, ყველაზე მთავარი. ის რომ რა თქმა უნდა არა შეუზღუდავით რასაც თქვენ ბრძანეთ. ახლა მარქსიზმი არ გვიყვარს შეიძლება, მაგრამ თლად ცუდი არ ქონდათ ყველაფერი ის თავისუფლება არის გაცნობიერებული აუცილებლობაა. რო იყო ხა ეს ფორმულა შეიძლება თლად ზუსტი ცოტა შევცვალო, მაგრამ ძალიან შორს ჭეშმარიტებისგან ნამდვილად არა. ხო, თავისუფლება რომელიც დაკავშირებულია პასუხისგებლობასთან. ხო, არა უპასუხისგებლო ახლა ის კი არა გიჟი თავისუფალია რო არა თქვა. ხო, ანუ თავისუფლება რომელიც გულისხმობს მაღალ პასუხისგებლობას. ეს ერთი. მეორე, უმთავრესი ღირებულება ადამიანისთვის, რომელიც პირველთან კავშირშია და პირველის არსებობას უზრუნველყოფს, ეს არის სამართლიანობა. სამართლიანობა ეს არის ის, რასაც უნდა ახორციელებდეს ასე ვთქვათ, სასამართლო სისტემა და სასამართლო რატომ არის რომ აი როცა რეფორმებზეა ლაპარაკი და სახელმწიფოს სწორ გზაზე დაყენებაზე პირველი იწყებენ სასამართლო სისტემით. რატომ? იმიტომ რომ სასამართლო არის ისეთი შტო ხელისუფლების, რომელიც თუ სხვა შტოებში რაღაცა ცუდად მიდის, ამას აქვს საშუალება რომ გამოასწოროს. აი მაგალითად, აღმასრულებელი ხელისუფლება რომელიღაცა მოქალაქეს მოექცა არასწორად, ხო? თქვათ, რომელიღაცა მისი უფლება შეილახა სახელმწიფო რომელიმე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. მიდიხარ სასამართლოში ჩივი და თუ მართალი ხარ და თუ შენი პოზიცია არის კანონიერი და ის რაც იმ ჩინოვნიკმა გაგიკეთა ის უკანონო, კარგმა მოსამართლემ უნდა მოგაგებინოს. სადაც სასამართლო მუშაობს გამართულად, იქ ნელ-ნელა მერე დანარჩენი შტოებიც ლაგდება, იმიტომ რომ ის თქვათ იგივე ის ჩინოვნიკი რომ დაინახავს რომ ერთი პროცესი თავისუფლებას იცავს სახელმწიფო სასამართლო. მაგას გეუბნები, ერთი პროცესი წააგო, მეორე წააგო, მეათე წააგო, ბოლოს მისი უფროსი ის მინისტრი ადგება და გააგდებს სამის თანამშრომელს და იტყვის რომ მე აქ მჭირდება ისეთი ადამიანები, ვინც კანონს არ გაარღვევენ, იმიტომ რომ 10 პროცესი ზედიზედ წავაგეთ, ხო? მაგრამ როცა სასამართლო ხდება სახელმწიფო კორუფციული სისტემის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი ფირი
იდეალი. ის დამთავრებულია იქ ყველაფერი, ხო? მეორე, ესე იგი, პირველი თავისუფლება, მეორე სამართლიანობა და მესამე რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ესეც უზრუნველყოფა. ეხლა ჩვენ ვახსენეთ აგერ ტელევიზიასთან დაკავშირებით მატერიალური დახმარებაო, იქო ხალხს ფული ეს არის კეთილდღეობა. კეთილდღეობა სადაც არ არის, ღატაკ ქვეყანაში ძნელია რომ ადამიანი თავისუფალი იყოს და იყოს სამართლიანი. ხო, ამიტომ აი ეს სამი რამეა ფუნდამენტური. ამ სამი რამის, ასე ვთქვათ, უზრუნველსაყოფად საჭიროა რომ ქვეყანას ჰქონდეს უსაფრთხოება. შვიდობა კი არა. შვიდობა არის მდგომარეობა, რომელიც ამ ყველაფერს მოყვება თან. ხო? შვიდობა მიზანი ვერ იქნება, იმიტომ რომ ომი არავის არ უნდა. ომები იმიტომ კი არ იწყება, რომ ვიღაცას ომი უნდა. იმიტომ იწყება, რომ ვიღაცის და ვიღაცის ერთი მხარის და მეორე მხარის ინტერესები გადაიკვეთა სადღაც და სხვა გზა არ დარჩა, თუ არ შეშკომოდნენ ერთმანეთს. თორე აბა კითხეთ, ეხლა გინდა პუტინს კითხე, გინდა ზელენსკის, გინდა იმას კითხე, არაბ ტერორისტებს, ხამასს კითხე, გინდა ისრაელს, ომი არავის არ უნდა. ყველა გეტყვის, რომ მე ომი არ მინდა, მაგრამ ყველას მიაჩნია, რომ მისი ინტერესი არის შევახული. ხო? სხვადასხვანაირად ესმით ეს ინტერესი და ახლა ერთნაირად თუ ვეცოდეთ, მაშინ კონფლიქტიც არ მოხდებოდა. იმას ასე ესმის ინტერესია, ამას ისე ესმის, ეს ერთმანეთს ეჯახება და იწყება ეს ომი. ამიტომ ომს კი არ უნდა ვებრძოლოთ და შვიდობის შენარჩუნება კი არ უნდა იყოს მიზანი. მიზანი უნდა იყოს ის, რომ სამართლიანად იყოს ყველაფერი მოწყობილი. ადამიანი იყოს თავისუფალი, ჰქონდეს უზრუნველყოფილი მისი უფლებების დაცვა და ქვეყანა მიდიოდეს ეკონომიკურად წინ და ესე იგი კეთილდღეობა მოქალაქეების იყოს უზრუნველყოფილი ცხოვრების დონე უნდა იყოს დიდი პროცენტი. დიახ ბატონო, იმიტომ რომ საშუალო ფენა ეს უკვე არის ტრივიალური აზრია, ამაზე აღარ დავობს, რომ საშუალო ფენა არის ყველა საზოგადოების სტაბილურობის გარანტი, ესე იგი საშუალო ფენა სადაც არის ძლიერი, ის სახელმწიფოში არის ყველაფერი წესრიგი. თორე ეხლა არც მილიარდერი ღმერთმა ამყოფოს, მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს და სხვის ჯიბეში ფული არასდროს არ დამითვლია, თუ კაცმა რაღაცა იშოვა, შეარლოს ღმერთმა და არაფერი მის საწინააღმდეგო არ მაქვს. ღატაკებსაც და უსაქმურებსაც ვერ მოსპობ, ხო, ყოველთვის იარსებებს. ნებისმიერ ყველაზე განვითარებულ ამერიკაში, შვეიცარიაში სხვათა შორის ერთ-ერთი მეორე მსოფლიო ომამდე ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა იყო ევროპაში, მაგრამ დღეს ერთ-ერთი უდიდრესია და ცხოვრების დონით, ახლა მე ხშირად მიწევდა 90-იანებში და მე აი ვარდების რევოლუციამდე პერიოდში ამ გაეროს და იმის გამო რაღაც მოლაპარაკებებზე და რა ვიცი, ნახევარი თითქმის ნახევარ წელიწადს იქ ვატარებდი, ესე იგი მივდიოდი, მოვდიოდი სულ და ერთხელ ესე იგი ციურიხის ქუჩაში, მთავარ ქუჩაზე სადგურის ქუჩა არის ასეთი, რომელიც რკინიგზის სადგურიდან ციურიხის ტბისკენ მიდის, ულამაზესი ქვეყანაა ყველა თვალსაზრისით, ბუნებითაც და არქიტექტურით და ამ ქუჩაზე მოვდივარ და მოხუცებული ბებო მხდება ცისფერ თვალება, აი ნამდვილი ის მიგრანტი კი არა ვიღაცა, ნამდვილი სისხლით იქაური რა, შვეიცარი, აი ჰიტლერი რო იყო და არიული რასის წარმომადგენელიო. ესე იგი და მიწყებს ლაპარაკს შვეიცარიელებს თავისი დიალექტი აქვს, შვეიცარიული გერმანული რაღაცა და ამაზე რაღაცას მეუბნება. ხო და მე ხა გერმანული ვიცი, ოღონდ ვიცი სალიტერატურო გერმანული და აი უთხარი, მე უთხარი დედი მეთქი, მუტი უთხარი დედი, მე უთხარი არ მესმის, მე უთხარი და იმაზე ჩვეულებრივ გერმანულზე მითხარი და თუ დამეხმარებიო ერთიო ისა და ეს არის 90-იანები თუ რაღაცა. აქ რო დენი არა გვაქვს, ის არა გვაქვს და ესე იგი ისეთი სიამაყით ამევსო გული რომ მე დაქცეული ღატაკი ქვეყნის შვილს შვეიცარიის მოქალაქე მოხუცებული თოს და ამოვიღე მრგვალი ამხელა ყველაზე დიდი მონეტა შვეიცარიული იმაში არის 5 ფრანკიანი. ქაღალდისაც არის, მაგრამ რკინისაც არის. დიდი 5 ფრანკიანი ამოვიღე. სიამაყი და იმითი კურსით დაახლოებით დოლარის კურსის ტოლია, ესე იგი ჩვენ ფულზე სადღაც 10 ლარზე მეტია 15 ლარამდე და ამოვე ჩაუდე ეს 5 ფრანკიანი და ესე და დიდი მადლობა შვილო. ეხლა ჩემი გარეგნობიდან გამომდინარე, იმიტომ დამიწყო ის შვეიცარიული გემო, არც ახლა ზოგადად თეთრკანიანი ადამიანი არ მეტყობა ახლა მეს რომელი ქვეყნიდან ვარ და ჩამთვალა ალბათ რომ მეც იქაური ვიყავ. მე რომ ისე დიდი მადლობა შვილო და დამლოცა წავიდა. და ესე იგი ის თქმა მინდა ღატაკი და გაუბედურებული ყველგან არსებობს, მილიარდერიც ყველგან არსებობს, მაგრამ საშუალო ფენა არის განაპირობებს სტაბილურობას ქვეყნისას.
ხო, რა ვიცი, აი, მაგრამ ის მათხოვარეს ბატონო ირაკლი ამერიკის მაგალითი მოყვარს ხშირად რომ ამერიკაში მათხოვართან მივიდნენ და უთხრეთ ჩვენ კანდიდატს მიეცი ხმაო და მეო მათხოვარი კი ვარ, მაგრამ ქვეყნის გამყიდველი კი არა ვარო და იმას არ მივცემ ხმას, რომ არ მოგიდგენიათ. ხო, ნუ ეხლა რაში ერთით საქმე, ქართველი ადამიანი ჩემი გაგებით არის ძალიან შეგნებული და რა გაგიკვირდება შეიძლება, იმიტომ რომ აი კგბ-მ და ამ რაღაცა სამსახურებმა შექმნეს მაგათ ძალიან ძლიერი, ეხლა აგერ უკვე მთელმა დასავლეთმა გაიგო ჰიბრიდული ომიო, რომ ამბობენ, რომ ესე იგი ომი იმით კი არ იწყება თოფის სროლით, ომი იწყება იდეოლოგიით და პროპაგანდით. ხო და ეს პროპაგანდა საბჭოთა კავშირში სულ მუშაობდა და ქმნიდნენ ქართველის იმიჯს, როგორც აი კავკასიელი, რაღაცნაირი უდისციპლინო, ლამის ვეული, რაღაცა ასეთი, ისეთი, ხო, ამ უდიდესი კულტურის ხალხს, რომელიც თქვა რუსთან შედარებით 100 თავით მაღლა დგას თავისი კულტურით, ხო? აი ამ იმიჯს ქმნიდნენ და ისა გაგიკვირდებათ და მე ქართველებს, აი რასაც ვაკვირდები 70 წლის კაცი ვარ და ამ ქვეყანაში დავიბადე და ამ ქვეყანაში ვცხოვრობ მთელი 70 წელი და ღმერთმა ამ ქვეყანაში მომცეს საშუალება, რომ როგორც ის დიდი კაცი ამბობდა დედაშვილობა მეცა ხო შენს მიწას მე ხო არც წარმომიდგენია სხვანაირად რომ სადმე წავიდე ემიგრაცია და რაღაცა ჩემთვის მიუღებელი იყო ყოველთვის როცა ამაზე დიდი გაჭირება იყო არც მაშინ მქონია ამის სურვილი ხო და ვაკვირდები ამ ჩემ თანამემამულეებს ხო ძალიან დისციპლინირებული ხალხია სინამდვილეში აი ამ საბჭოთა იმპერიას რომ მოშორდით და განვითარების საშუალება მოგვეცა არა დღეს ახლა სულ სხვა დონეზე ვარ, სულ სხვანაირად, ასე ვთქვათ, არის ეს ქვეყანა მოწყობილი, ისა და რამხელა პროგრესი განიცადა თუნდაც ცხოვრების დონის თვალსაზრისით. ეხლა ჩვენ ყველას გვახსოვს 92 და 13 წლები და ის ასე ვთქვათ, უბედურება, ის სიბნელე, ის სიცივე, ის არასტაბილურობა, დღე-დაღამე ავტომატის კაკანი რო ისმოდა, ვთქვათ, ქუჩებში, არა? ხო, რამ სიშორეს წავედით იქიდან და ეს თანაც იმ პირობებში, როცა ვართ დაუცველები, ნატოს წევრი ჩვენ არა ვართ, აგერ ესტონეთი, რომლის მოსახლეობაც თბილისის ერთი უბნის მოსახლეობის ტოლია, ხო? გამოდის და აკეთებს ის კაია კალასი და განცხადებებს აკეთებენ, ბიჭო, მეც გავაკეთებ ეგეთ განცხადებებს, რომ ვიცოდე, რომ ესე იგი, ერთი რაღაცა ორი თვითმფრინავი შეფრინდა რაღაცა პროვოკაციულად მათ ტერიტორიაზე, ერთი ამბავი ატყდა და შემდეგ ჯერზე თუ შემოფრინდებით, ჩამოვაგდებ და ხო. ახლა ჩვენ ამის საშუალება არ აქვს, ხო? მიუხედავად იმისა, რომ ვართ დაუცველები, ომი არ დაკვლებია, შიდა უწესრიგობა და არასტაბილურობა არ დაკვლებია, რევოლუციები, სამხედრო გადატრიალებები და რა გინდა ყოშულო და გულო, ყველა უბედურება გამოვიარეთ. ქვეყანა მაინც ეკონომიკურად მიდის განუზომლად წინ. ეხლა მე 90-იან წლებში, როცა ჩვენ ვიყავით ხელისუფლებაში, მაშინ ჩემი თანამდებობა აი ეს კონფლიქტების მოწესრიგება და ის გულისხმობდა მუდმივ ურთიერთობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ხო? ხან ჟენევაში ვიყავი, ხან ვენაში ვიყავი, ხან სტრასბურგში, ხან იქა, ხან სულ მივინებებში ვიყავი. აი რომ ჩავდიოდი იქ და ნორმალურ სასტუმროში, ვთქვათ, გავჩერდებოდი, არა? როგორც სადა დედამიწა ისე იყო, სხვა სამყაროში ხვდებოდი. აქედან აი ამ უშუქობიდან, სიცივიდან, უბედურებიდან იქ იყო. ეხლა აგერ ამ შარშან მაგალითად იმ ევროპის ჩემპიონატი რო იყო ფეხბურთში, გერმანიაში ვიყავი და არაფერი დიდი განსხვავება აღარ არის რა. ესე იგი, ის ყველაფერი, ის სიკეთეები, რაც იქ არის, აქაც შეიძლება კაცმა მოძებნო. არ არის, რა თქმა უნდა, იმ დონემდე, სხვაობა, რა თქმა უნდა, არის, მე არ ვამბობ, რომ ჩვენ გერმანია ვართ, მაგრამ ის კატასტროფული სხვაობა რაც იყო. ესე იგი, რეალურად ქვეყანამ უზარმაზარი პროგრესი გააკეთა ეკონომიკაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი უსაფრთხოება არ იყო უზრუნველყოფილი, ხო? და 1000 უბედურებას გადავეყარეთ და დღესაც დაუცველები ვართ, ხო? ეხლა მე რაშიც თუ რამეში ვამართლებ ქართული ოცნების მთავრობას, პირველ რიგში ეს არის სიფრთხილე, რომელსაც ისინი იჩენენ, ხო? ეხლა ჩვენ რომ დავიწყოთ რაღაცა აქტიური ანტირუსული რაღაცა პოლიტიკის გატარება, ეს ძალიან ცუდად დაგვებრუნდება, ხო? ხედავთ ეხლა რომ ის კაცი, ის პუტინია რა, იმან თავზე ხელი აქვს იმას აღებული, ხო? ის აღარაფერს არაფერი ბარიერები და სტოპები იმას აღარ გააჩნია, ხო? აგერ ნატოს წევრ ქვეყნებში თვითმფრინავები შეფრინდებიან და ხან დრონები მიდიან პოლონეთში და ხან უბედურება უკრაინაში რასაკეთებს, ამაზე ხო აღარ არის კიდე ლაპარაკია რა. ხო, ეხლა ჩვენს მიმართ რატომ უნდა გამოიჩინოს რამე განსაკუთრებული დამოკიდებულება. ის ამიტომ მე სულ ვამბობ, რაც ეს პარტია მოვიდა ხელისუფლებაში. სიფრთხილე რუსეთთან ურთიერთობაში არის სწორი.
ჩვენც თუ გახსოვთ ბატონო თემურ ასე ცდილობდით რა იყო ის SNG-ს წევრები ვიყავით თუ რაც ვიყავით და ისა ყველაფერს იმას ვაკეთებდით რომ არ გაგვეღიზიანებინა ხო მაგრამ აი რაც არის რადიკალური განსხვავება ჩვენ დროისა და დღევანდელს შორის ეს არის ის რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი აი იმ გაჭირებულ დროს როცა ფული არ აქვს ქვეყანა თავზე გვენგრეოდა და ისა მაგრამ საგარეო პოლიტიკურად საქართველოს ვინ იყო და სად იყო ეს ყველასთვის იყო ცნობილი აი იმ ვითარებაში როცა საბჭოთა კავშირი ახალი დაშლილი იყო და ჯერ კიდევ დასავლეთში განსხვავება ქართველს და ყაზახს შორის რა არის კარგად არიცოდნენ ხო საბჭოთა ერთი ყველა რუსი ეგონათ და რაღაც ხო აი იმ პირობებშიც ჩვენმა მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ხო და რისთვისაც მე და ბევრი სხვა რამისთვის კიდევ ცხონებულ ედუარდ შევარდნაძეს პატივს ვცემ ხო აი ეს მოახერხა გარკვევით და ცხადად რომ ჩვენი ადგილი სოფლიოში იყო კარგად ცნობილი ჩვენ იგივე ეს მერე სააკაშვილმა რომ მიიწერა თავის თავზე ეს პროდასავლური კურსი და რაღაცები ეს ყველა საქმეები ჩვენ დროს არის დაწყებული ხო მაგალითად იგივე ნატოს წევრობაზე განაცხადი როდის შეიტანა საქართველოს 2002 წელს პრაღის სამიტზე ვინ იყო 2002 წელს პრეზიდენტი სააკაშვილი იყო ხო ვაგნერის რევოლუცია მე მგონი 2003-ში მოხდა ხო ანუ ყველა ის ნაბიჯი რაც გადასადგმელი იყო პარალელურად არავითარი გამომწვევი მოქმედება რუსეთის მიმართ ანუ აი ამ შეუთავსებელ რაღაცებს ერთი რო გამოკვეთილად ჩვენი ადგილი იყო ცნობილი ხო ეხლა რაზედაც ეს დღევანდელები ტირიან ხო ორმაგი სტანდარტი აქვს ევროპას ჩვენს მიმართ კი ბატონო აქვს მე არ უარყოფ ამას და ის რომ ის ეგრეთ წოდებული მემარცხენე ლიბერალიზმი რაც დღეს ევროკავშირში ბატონობს არა ეს გინდა იმ სქესობრივ სექსუალურ უმცირესობებთან და რა ვიცი ნუ ახლა არ მინდა ჩამოვთვალო უამრავი რაღაცა ეს არის ჩვენთვის მიუღებელი ხო კი ბატონო მაგაზე არ არის ლაპარაკი მაგრამ ჩვენ დროს არ იყო ორმაგი სტანდარტი იყო აი უყურეთ გერმანელები განსაკუთრებით და გერმანია არის ევროკავშირში წამყვანი ქვეყანა ყველაზე დიდი ქვეყანაა და ყველაზე დიდი ეკონომიკა და გერმანელები შევარდნაძის მზეს ფიცულობდნენ მარტო იმას თავი რო დავანებოთ რომ მის გაერთიანებაში რა როლი ითამაშა და ბერლინის კედლის დანგრევა და რა ვიცი ნახო მთელი ევროკავშირი აღიარებდა რომ საქართველოს არის იმდროინდელი საქართველოს არის დემოკრატიული ქვეყანა რომ ჩვენთან ადამიანის უფლებები დაცულია 99 წელს საქართველოს მიიღეს ევროსაბჭოს წევრად ხო ევროსაბჭო რა ორგანიზაცია ეს არის ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია ამ დროს რამდენი თქვათ ემიგრაციაში წავიდოდა საქართველოსდან წინა ხელისუფლების მომხრე ხო ჩავიდოდა რომელიმე ევროკავშირის და აძლევდნენ პოლიტიკური ემიგრანტის სტატუსს. ბიჭო, თუ დემოკრატიაა, პოლიტიკური ემიგრანტი რას ნიშნავს? ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ნიშნით იდევნება. თუ დემოკრატიაა, აი ხო არაფერი, აი ცხოვრებული აგერ საწყალი მე სიმსივნე დაიწყო ის საოპერო მომღერალი მაია თომაძე ფინეთში ჰქონდა პოლიტიკური ემიგრანტის სტატუსი. აგერ ყოფილი ტრადიციონალისტი და ეხლა ამ კონცეფცთან რაღაცას თამაშობს ეს ბიძინა გიორგობიანი გერმანიაში წავიდა მიიღო პოლიტიკური ემიგრანტის სტატუსი. ბიჭო, თან ამბობ რომ დემოკრატია ქვეყანაში, თან პოლიტიკური ემიგრანტი. ახლა რა ლოგიკაა ეს? ხო, ორმაგი სტანდარტი არ არის? არის. ხო, მაგრამ ბოდიშ ვიხდი, შევარდნაძე არ იყო ის კობახიძე და ღარიბაშვილი, ხო? ამის გამო კი არა ეგუტებოდა იმათ. ხო ამას რაღაცნაირად ხარშავდით და რაღაცნაირად ვახერხებდით რომ აი ეს ბალანსი დაგვეცვა რომ რაღაცაში არ ვეთანხმებოდით აი ხა თქვენ წინა სტუმართან საუბარში თქვით რომ კითხარი რო გამოუგზავნეს ყველაფერზე დადებითი პასუხი გასცეს მე ძალიან კარგად მახსოვს უბრალოდ ვეღარ მოვასწარი მე 2003 წელი იყო უკვე და მე აღარ ვიყავი უკვე სამსახურში თანამდებობაზე და ისა და აი მისი ეროვნული უმცირესობების შესახებ ევროპული რაღაც კონვენციის ტექსტი იყო და ჩვენ შემოგთავაზეს რომ შევუერთდეთ ამ კონვენციას. საგარეო საქმეთა სამინისტროში მაშინ საორგანიზაციო სამსახურის უფროსი იყო შოთა დოღონაძე, იმის ირაკლი მენაღარიშვილი იყო, მოადგილე იყო და ამ საორგანიზაციო საკითხებს მისგან მომივიდა ისა ამ კონვენციის ტექსტი, ნუ ეს დაუგზავნეს სხვადასხვა უწყებებს რა და მეც მომივიდა. რომ
ესე იგი გთხოვთ რაღაცა ერთი თვის ვადაში მოვაწოდოთ შენიშვნები და რაღაცა დაუწერეთ მე რაღაცა შენიშვნები. ხო, ეხლა მე ხა ისეთ საქმით ვიყავი დაკავებული ამ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში, რომ ეროვნული უმცირესობების თემა ჩემთვის ძალიან ახლობელი იყო, ბუნებრივია და ამაში კომპეტენტურიც ვიყავია რა. დაუწერეთ და რაღაცეები ისეთი დებულებები იყო იქა, რომლებიც მიუღებელი იყო ჩვენთვის, ხო? და თან იმ წერილში, აი საправადი ლოკას რო ეძახიან, ხო, შოთას წერილში, იქ ეწერა, რომ ჩვენ გვაქვს უფლება საქართველოს, რომ შევერთდეს ამ კონვენციას დათქმებით. დათქმა რა არის? აგამორკა, ხო, რომ მე უერთდები, მაგრამ აი ეს მუხლა ამ მუხს არ ვეთანხმები, ხო? აი ამის უფლება გააქვს. ესე იგი თვითონ ის საერთაშორისო ის წესები ამის უფლებას გაძლევდა, ხო? ხო და ესენი მამაცხონებულები ბიჭო ჯერ დაგვირდნენ 2012 წელს ხო მე რატო დაუჭირე ქართულ ოცნებას მაშინ ხარი ერთადერთხელ დაუჭირე ჩემ ცხოვრებაში აი პირველ არჩევნებში რომ ეს სააკაშვილის დიქტატურა დასრულებულიყო და დაპირება მე ვარ თვითონ სააკაშვილის დიქტატურის მსხვერპლი ერთ-ერთი ჩემი ბიზნესი იცით რომ დაღაჩაღებულია და ქონება მაქვს წართმეული და ესე იგი სამართლიანობას აღვადგენთ და დამნაშავეებს დავждით. აი ეს იყო წინასაარჩევნო ლოზუნგი ქართული ოცნები. მოვიდნენ ხელისუფლებაში და კოჰაბიტაციაო გამომიცხადეს. და ეხლა რას ლაპარაკობენ იცით? ჩვენ თავს მოგვახვიეს კოჰაბიტაციაო. აი ეხლა მე არ ვიცი ბატონო თემურ ჩემზე მეტი სტაჟი გაქვთ ხელისუფლებაში ყოფნის და 12 წელი მეც ვიყავი უმაღლეს თანამდებობის პირი ვიყავი. მე ასეთი გამოთქმა თავს მომახვიეს არ ვიცი. ეხლა მე როცა მაქვს უფლება რომ გადაწყვეტილება მივიღო, რაც მიმაჩნია საჭიროდ იმას მივიღო, როგორ მომახვიონ თავს, მოვიდნენ და თავზე დახვევა დამეწეს თუ არ მოიხევე. აი ხო და აი ამაში ამ ლაპარაკობ, ჯერ იყო და ეს კოჰაბიტაცია ფაქტიურად მაგათ ვინ მოახვია თავს გასაგებია, მაგრამ თავარი ეგარი რომ მაგათ მოახვიეს ქართულ ხალხს თავს. ქართულ ხალხს ყოველთხოვია. ესე იგი ჯერ ხმა იმისთვის მივეცით რომ სამართლიანობას აღვადგენ და დამნაშავეებს დავჯიო და მე ესე იგი ხალხმავე ჩვენ ვეთხოვეთ რომ აღარ მინდა დამნაშავეების დაждა და მოდი კოჰაბიტაცია ანუ დამნაშავეებთან თანაცხოვრება ხო კოჰაბიტაცია არის თანაცხოვრება ვისთან თანაცხოვრება იმ დამნაშავეებთან რომლის დაждასაც დამპირდი ესე იგი მართულე ხო ესე იგი ეს კოჰაბიტაცია ხო მოგვახო მე 2000 რომელი წელი იყო 14 თუ 15 აი ეს იდიოტური მუხლი რო შეიტანეს კონსტიტუციაში ხო რაღაცა ბიჭო საქმე იმაში კი არ არის ჩვენ გვჭირდება თუ არა ევროკავშირის ან ნატოს წევრობა ხო მე ხა მაქსაკიცე ჩვენ გვილაპარაკია და ნატოს წევრობის დიდი ენთუზიასტი ვარ იმიტომ რომ უსაფრთხოება ახალაც ვახსენე არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი თემა ევროკავშირის წევრობა მე არ მიმაჩნია პრიორიტეტად როგორც მინიმუმი, იმიტომ რომ ჯერ ერთი ეკონომიკურად მიუხედავად აი ამ უბედურებისა მაინც წინ მივდივართ და ევროკავშირი ეკონომიკური ორგანიზაცია წევრობის გარეშე. და მეორე ის რომ ევროკავშირში არის მთელი რიგი მიუღებელი რეგულაციები და სხვათა შორის იმ სექსუალურ უმცირესობებზე რომელიც ძალიან ყბადაღებულია და ბევრს ლაპარაკობენ, მაგაზე უარესი მე მგონია და დამღუპველი. სხვათა შორის თქვენმა წინა სტუმარმა ეს ახსენა დემოგრაფიული ისევ პრობლემა. მიგრაციული პოლიტიკა ევროკავშირის. რომ ესე იგი მიიჩნევა რატომღაც, რომ ვიღაცა მათხოვარი თუ მოადგა შენ კარებს და მოგიკაკუნა, უნდა გაუღო კარები და შენი ჭირიმე შენ გენაცვალეთი შემოუძღვე შენ სახში. რატომ? ხო? ეხლა ეს დასავლეთ ევროპის ქვეყნები ამართლებენ ამას იმით, რომ ჩვენ კოლონიური ის ქონდაო, საფრანგეთს დაპყრობილი ქონდა, აფრიკა, ინგლისს ქონდა, ინდოეთისა და ჩვენო კოლონიური ის ქვეყნებიო გავძარცვეთო და ჩვენო იმათთან ვალში ვართ. კი ბატონო, მაგრამ აღმოსავლეთ ევროპა რა შუაშია? იმას ჩეხეთს ქონდა კოლონიები, ანუ უნგრეთს ან პოლონეთს, ან ჩვენ, ხო? ჩვენ აქეთ ვიყავით დაპყრობილი მუსულმანების და იმათ მიერ და ვისი ვარი გვაქვს, ხო? და მე თუ კულტურა მაღალი მაქვს და მე თუ მუშაობ, შრომელი ვარ, მე თუ ჩემი ქვეყანა ავაყვავე და ვიღაცა იმის გამო რომ ველურია და დეგენერატი და თავის ქვეყანას ვერ ურის მშიერია და მწყურვალი მე მომადგება რავალდებული ვარ მე რომ ის შემოუშვათ ხო მით უმეტეს საქართველოსნაირ ქვეყანას რომელიც არის მცირე მოსახლეობის მქონე და ეს მუსულმანები მრავლდებიან ოჯახში 10 შვილი ყავთ მერთმა გაამრავლოთ კი ბატონო მაგრამ თავის ქვეყანაში ხო მაგათი შემოშვება ნიშნავს იმას რომ გავა 10 წელი 20 წელი და უმცირესობაში აღმოჩნდებით საკუთარ ქვეყანაში ხო ეს არის დაუშვებელი ამბავი მე ყველაზე უფრო თუ კი ევროკავშირის მიმართ მაქვს
ცოტა ისეთი დამოკიდებულება ფრთხილი ყველაზე მეტად იმ სექსუალური უმცირესობები ეგ მე გაბერილი ასაკითხი მგონია და არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობა მით უმეტეს რომ ყველას აქვს უფლება საოჯახო სამართალი ყველა კავშირის ყველა ქვეყანაში თავისია ხო ხორვატებმა აგერ კონსტიტუციაშიც კი ჩაწერეს რომ ქორწინება არის ქალის და მამაკაცის ხო ხორვატია არის ევროკავშირის წევრი მაგას ვერავინ ვერ აგიკრძალავს რომ შენი კანონმდებლობები ჩვენთან გაფეთიშებულია რა თქმა უნდა კაცო რა არის ახლა ბოდიშ ვიხდი ჰომოსექსუალების მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება მე არ გამიგია არსად და აი ახლა მუსულმანი რო გაგიხდება ქრისტიანულ ქვეყანაში უმრავლესობა ეგ ბევრად საშიშია ვიდრე ვიღაცა ის ხო ასე რომ აი ეს მიგრაციული პოლიტიკა არის ყველაზე დიდი აქილევსის ქუსლი ჩემთვის რომლის ასე ვთქვათ გამო მე მიმაჩნია რომ ევროკავშირის ჩემზე რო იყოს ეს ძალიან მნიშვნელოვანია მე შეეხეთბათ ნუ ირები 190 მაგრამ მოდიში აი ერთი წინადადება დავამთავრე არ აქვს მნიშვნელობა გინდა ევროკავშირის წევრობა არ გინდა ხო ნატოს წევრობა გინდა არ გინდა კონსტიტუციაში ამის ჩაწერა არის სრული ქვეყნის აბსურდი კი არ არის შეურაცხყოფა ქვეყნის სუვერენიტეტის შეურაცხყოფა რას ნიშნავს ესე იგი შენი სახელმწიფოს არსებობის არსი და მიზანი არის რაღაც ორგანიზაციის წევრობა და ჩემი მე მაგისთვის არ ვიბრძოდი ეროვნულ მოძრაობაში რომ ვიყავი მე ვიბრძოდი რომ დამოუკიდებელი სახელმწიფო მქონოდა და დამოუკიდებელი სახელმწიფო ნიშნავს იმას რომ მე უნდა გადავწყვიტო და ქართულმა ხალხმა უნდა გადავწყვიტოს რა უნდა და როგორ უნდა დღეს შეიძლება რაღაცის წევრობა მინდოდეს აგერ დიდი ბრიტანეთი შევიდა ევროკავშირში თავის დროზე მე რადგან და გამოვიდა ხო და რა ამიტომ ხო და არეულია ხალხს თავში ბევრი რამე რა ძალიან ბევრი რამე ევროპული ცივილიზაცია და ევროპელობა და ევროკავშირის წევრობა ერთი და იგივე არ არის აგერ შვეიცარიას არასდროს არ გამოუთქვამ სურვილი ევროკავშირის წევრობის მაგრამ ვინმე ეჭვეპარება შვეიცარიელებს ევროპელობაში ხო ამიტომ ეს სისულელეები უნდა ამოვიგდოთ თავიდან და რაც შეეხება აი ამ ხელისუფლებას მე სწორედ მაგის თქმა მინდა რომ ბიჭო იმის არ იყოს კაკოყაჩარში რო არის რაც მეტი იყო ჩემი ძაგება ისე მეტია ახლა ქებაო რომ უყვება და ისოდა აი ეს რო ჩხუბს რო დაუწყებს როგორო შენო მამაშენს ყვა და მე რო მეთქვის რომ მოკარდი ის ბატონი და აუ შენი ჯერიმე შენგენაც ბიჭო ჯერიყო და ყველაფერს უჯერებდნენ ხო კოჰაბიტაცია ეს კონსტიტუციის ცვლილება აგერ ის კითხვარი თქვენ რო ამბობთ და ყველაფერზე ხო უთხრეს ეხლა ადგენენ და აღარაფერი აღარ უნდა ბიჭო პოლიტიკას ჭირდება მემკვიდრეობითობა და სტაბილურობა აი ეს ყელა ერთი უკიდურესობიდან მეორეში ეს ქვეყნისთვის არის საზიანო ხო და ეს გამომდინარეობს საიდან ერთადერთი მიზეზის გამო რომ ეს ხალხი აი ეს პოლიტიკური ჯგუფი რომელსაც ქვია ქართული ოცნება არის აბსოლუტურად უვიცი აბსოლუტურად არაკომპეტენტური და პოლიტიკასთან მათ არანაირი შეხება და არანაირი ასე ვთქვათ პოლიტიკასთან როგორც პროფესიასთან და როგორც ადამიანის საქმიანობის სფეროსთან. ამიტომ ყველა ვარიანტში ეს ხალხი მოსაშორებელია და ძალაუფ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, მაგრამ ეს როგორ გაკეთდეს და როგორ ეს სხვა თემა არის და ეხლა ჩვენი ის სრულდება და მაგას ეხლა ვერ მოვასწრებთ, მაგრამ ერთი რასაც ვიტყვი რომ აი ეს ქუჩაში დგომა, ეს აქციები, ეგრეთ წოდებული საპროტესტო, ეს არ არის არაფრისგან წამოწეული, ეს არის სისულელე. ეს ხელისუფლებისთვის არის კარგი, ხელისუფლების ხელშეწყობა. ხადია და ეხლა რაში ეცით საქმე მე მაგ ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილს ვიცნობ პირადად და როცა მაგ საუბარი სულ ეუბნები რომ თქვენ რასაც აკეთებთ ეს ასხამს წყალს პირველ რიგში ჯერ ნაციონალური მოძრაობის წისქვილზე, იმიტომ რომ მათი ლოზუნგებით გამოდიხართ, ხო, ის რომ არჩევნები გაყალბდა და უნდა ჩატარდეს ხელახლა, ეს მათი ლოზუნგია. სინამდვილეში გაყალბებით ყოველთვის ყალბდებოდა საქართველოში არჩევნები, მაგრამ ისე არადროს არ გაყალბებულა, რომ მოქალაქეები დამარცხებული მოქალაქეთა კავშირის რას პრინციპები ჩამოაყალიბა გაყალბების სოფლიო მასეთი რამ არ იცოდა. როგორი შვილი და ესე. კი ბატონო, მაგრამ მოქალაქეთა კავშირი ამავე დროს იმ დროს, როცა შევარდნაძის რეიტინგი მაღალი იყო, რჩებოდა მაინც ყველაზე მე ვამბობ მოქალაქეთა კავშირის ის ახალგაზრდული ხო არა მნიშვნელობა მე ის თქმამი ის თავიდან ის ერთად იყო ხო ისინიც აღიარებდნენ შევარდნაძეს ხო და ამიტომ მე ის თქმა მინდა აი ხლა პირველი არჩევნები რო ჩაატარდა 1990 წელს იქიდან დღემდე ყველა არჩევნების მონაწილე ვარ შემიძლია დავიფიცო არც ყველა არჩევნების დროს იყო მეტნაკლები გაყალბება ზოგჯერ მეტი ზოგჯერ ნაკლები მაგრამ არც ერთი არჩევნების
შედეგი არ განპირობებულა გაყალბე. ანუ ვისაც უნდა წინასწარ ყოველთვის ცნობილი იყო რომელ პარტიას მაღალი რეიტინგი აქვს, რომელს დაბალი აქვს, ვისაც უნდა გაემარჯვა, ის იმარჯვებდა ყოველთვის, რომ ისე რომ გაყალბებულიყო, რომ ვისაც ვინც უნდა დამარცხებულიყო, ის გამარჯვებული გამ, ეგეთი რამე არ მომხდარა არასდროს და არც ამ არჩევნებზე არ მომხდარა. და რატომ არ მომხდარა? იმიტომ რომ სანამ სააკაშვილი და მისი ბანდა რჩებიან ქართული ოცნების თავარ ალტერნატივად, მანამდე ქართული ოცნება ყოველთვის გაიმარჯვებს. იმიტომ რომ მე და თქვენც რო გქონდეს ამ ორს შორის არჩევანი, ჩვენც ქართულ ოცნებას ვარჩევთ. ჩვენი პოზიცია ბატონო ირაკლი არის იმაზე, რომ ერთიც და მეორეც უნდა პოლიტიკური არენიდან წავიდეს, რომ ლაპარაკი არის იმაზე, როცა ორი დაპირისპირებული მხარეა, მუდმივად იქნება რევანშისტული განწყობა. ეროვნული თანხმობის პარლამენტი არის ქვეყნის გადარჩენა. ამიტომ რომ რეალურად 4 წლის განმავლობაში მოდიან პროფესიონალები, პარლამენტი იქნება პოლიტიკური ორგანო, მაგრამ პარლამენტი არ იქნება პარტიული ორგანო. დღეს რეალურად არის პარტიული ორგანო. აქ ძალიან კარგად მეცნიერებმა ძალიან კარგად ჩამოაყალიბეს, ახლა თქვენ აი აგერ უსმენდით, თქვა აი ერთი პიროვნება წეღარ მოისმინეთ, ახლა მეორე აგერ. ის თქვა გამსახურდიას ის იყო რა ქვია გუნდის წევრი იყო და მე ასლანაბაშიძე. ხო, ასლანაბაშიძესთან იყო მე და ეხლა ბატონი მაირაკლიმ თავისი ის თქვა რომ მუშაობდა იმ პერიოდში, როცა ჩევარნაძე იყო, ანუ სულად განსხვავებული ისინია ეს, მაგრამ ამ ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობა შეუძლიათ. მე თავარს ვამბობ. მე მგონი კარგად მივესალმეთ ერთმანეთს და თავარს ვამბობ. ტრები არა ვარ. თავარს ვამბობ ბატონო ირაკლი, რომ ვიდრე პოლიტიკური კულტურა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებში არ იქნება სერიოზულად წამოწეული. ვიდრე თქვა ურთიერთობები არ გვექნება. ვიდრე თქვა ადამიანი ისინი ვინ არიან ხელისუფლებაში, ისინი მოდიან და აი და ჩვენ ვართ არაფერი. ვიდრე ხალხს არ ჩათვლიან ამ ქვეყნის ბატონ პატრონად და ხელისუფლება ვიდრე არ იქნება დაქირავებული, რომ ის არის დაქირავებული, როგორ შეიძლება მე დაქირავებული, მე დავიქირავე ხელისუფლება და ეს მე შენი ბატონი გახდეს. მსახური გახდეს ბატონი. ჩვენ ხვდებით მსახურის მსახურია რა, ანუ ეგეთი რამე ხო არ შეიძლება. სხვადასხვა თვითონ ტერმინი მინისტერ ლათინურად ნიშნავს მსახურს. ეს იყო მეფეები. იმან საფრანგეთში ლუდოვიკ მე-13 რიშელიე დანიშნა პირველი პრემიერ პირველია. საერთოდ მე ჩვენი იმდენად საინტერესო საუბრობდით თქვენს და მე არ მინდოდა რომ მაგრამ ჩვენ მოგიწევს კიდე ძალიან ბევრ რამეზე საუბარი და მომავალშიც და შევხვდებით ხშირად. მინდა ვთქვა რომ ქვეყანა აი რა არის იცით რომ აი ჭკვიანი ადამიანისადმი ანუ მეცნიერებისადმი მხარდაჭერა ამ ეტაპზე არის ამ ქვეყნის გადარჩენა. არ შეიძლება რომ პოლიტიკოსები კიდე რომ ყველაფერი იციან თვითონ. აი სოფლიომ გამოცდილება რო გაუყვეთ ახლა რომელ საუკუნეებს ეხება ვთქვა სოკრატე ჩვენ წელთაღრიცხვამდეა ხო, მაგრამ აქეთ ავიღოთ აგერ ტესლა. ერთიც და მეორედ მათხოვნობაში მოკვდნენ. მაგრამ ვინ დარჩა სოფლიოში, ვინ დარჩა სახელით და ამით შექმნეს რაღაცი. ქვეყანაში დღეს არიან ადამიანები, რომლებსაც ძალიან ნიჭიერები, ჭკვიანები, კარგები და ამიტომ ამ დროს ახლა ხო არ შეიძლება ჩვენ ვამბობდით ამ დოკუმენტში ვიწერია გავშალე, მაგრამ ახლა ბევრს არ ვისაუბრებ ამაზე, არ ლაპარაკი იმაზე რომ ხომა მივიღოთ კანონი იმის თაობაზე რომ ნეპოტიზმია რა, ნეპოტიზმი რა არის? მოვიდა ირაკლი კობახიძე და 7 კაცია მისი ჯგუფელი. ესე იგი რომლებიც სწავლობდნენ მათთან ერთად. ესე იგი გარეთ სხვა ვინც არის, აი როდესაც ერთი ჯგუფის წარმომადგენლები მოდიან ხელისუფლებაში, უშიშროებაში ვინც არის, მასთან ერთად იყო, იქ ვინც არის, მასთან ერთად იყო. სხვა გზა არ აქვს, იმიტომ რომ ისინი ამ პოლიტიკას განიხილავენ როგორც პირადი პრობლემების გადაჭრის გზა. ხალხმა მიცეთ, ამ შენი პირადის გადაჭრას, შენი ახლობელის გარდა არავინ არ ვიღება, მაგრამ მე თქვა პირობითად ვამბობ, მე ის პიროვნება ვარ, რომელსაც ჩემს თანაშემწესაც კი თქვა ხალხი ნიშნავდა ეგეთ და ვეუბნებოდი, აბა კულტურამ შენ არის პირადი. ამას ვამბობდა, როდესაც ესე მაგისტრის მე პროგრამაში ექვს ვადებს ის და თქვენ აი ბოლოს ვამთავრებ ჩვენ და მე ბატონ ირაკლისთან შემდგომში მექნება საუბარი ასეთ თემას ეხლავე ვგეგმავ ჩვენ რომ ამ ქვეყანაში მართვის სისტემა არის შესაძლებელი და მართვის სისტემა არის კორუფციული დღეს. ამიტომ რომ მივიდეს წესიერი კაცი ამ ხელისუფლებაში თუ კორუფციული არ გახდა გამოაგდებენ. ჩვენ გვჭირდება ისეთი სისტემა რომელიც კორუფციას გამორიცხავს. ძალაუფლებისა და ხელისუფლების მოყვარული არ უნდა მიდიოდოს ხელისუფლების სათავეში და ჩვენ ამ თემებზე გვექნება აი ეგ როგორ გავაკეთოთ ამაზე სხვა დროს ვისაუბრებ და დიდი მადლობა ბატონო ირაკლი თქვენ ძალიან კარგად მოსაუბრი ხარ, ძალიან განათლებული, კარგი ოჯახის. მე მინდა ხმაღლობა ვამბობ ამ იმას რომ მამამისი გახდათ, მე მომისმენია ბატონი თამაზ გამყრელიძისგან რომ ენის სპეციალისტი და პროფესიონალი და
ვინც მართლაც იცის ქართული ზიზა არის აი თქვენ მამაზე საუბრობდა და არაერთი და ორი პიროვნებისგან მომისმენიეს და კარგია რომ ასეთი ოჯახის წარმოადგენელი კარგია რომ ასეთია დასახელებული იქ ეს ხო არ არის თქვა უსახო ადამიანების ერთობა ქმნის უბედურებას და აი რაც აგერ წერია რომ აი ნახეთ იქ მონობა არის ჭკუაო ნახეთ როგორ წერი მონობა არის ჭკუაო ის აგაგწერეთელი ორ პირობა სიბზნე დიდი დამას რჩება მოედანი ვინც კი არის მეტად ფლიდი რეალობა დღეს და მეტად ფლიდი ო ესე იგი ეპიფერებიან ხელისუფლებას და ესე იგი ძარცვავენ იმას უძულებს ანუ ადამიანებს და ეს არის კატასტროფული მდგომარეობა ეს უნდა შეიცვალოს ხელისუფლება მე ცოტა სხვანაირად წარმოვიდგენია და ამაზე შემდგომში დიდი მადლობა მაგრად ვიტყოთ მადლობა და მადლობა მაყურებელს ყურადღებისთვის რა თქმა უნდა